ამიტომ რასაც გაიგებ, არ იქნება ახალი სიახლე შენთვის. ეს ინფორმაცია ბევრად მრავალმხრივ ძალიან მნიშვნელოვნად გამიმეორებია თქვენთვის. თქვენ ახლა ვიდეოს უყურებთ და ეს გაშლილად თუ თქვენს პერიოდია, ეს ვიდეო თქვენთვის არის. მე გეტყვით, რომ თქვენ ძალიან მალე ოჯახ შექმნით თქვენ შეფიქრებულ ადამიანთან, ძალიან დიდ ახალ ფაზაში გადაიყვანთ ურთიერთობას. სიტუაციურად თქვენ ხართ ძალიან დაულაგებელ ფორმატში, სადაც ახლა ვერ ხვდებით როგორ წარმართოთ მოცემულობა. მარტო სულად გრძნობთ თავს, ძალიან დიდი ტკივილის ნიადაგზე, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარეთ, თუმცა თქვენ რასაც ახლა გადიხართ ამ ადამიანის გამო, ეს არის ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია მარტივი არასდროს არის. ტრანსფორმაცია არის ძალიან რთული, გარდასახვადი, მენტალურად ძალიან უფორმატო, მაგრამ ამავდროულად ძალიან გამომაფხიზლებელი, გამოსაფხიზლებელი და ცხოვრებისეულად შემონაწუნება ცხოვრებისგან, რომელსაც ხო აი ათგები და მიხვდები, რომ რაღაცები შესაძლებელი გაქვს. თითქოს შენ გგონია, რომ ემოციას რადგან აღარ გრძნობ, ეგ ძალიან ძლიერი გოგოობა, ბიჭობა, ანუ არა. იცი ყველაზე მეტად ძლიერი როდის ხარ, როცა შეგიძლია რომ ემოცია იგრძნო. და ამ ემოციის ნიადაგზე დარწმუნდე, რა ემოციის შეგრძნობა შეგიძლია. აბა რობოტი ხომ არ ხარ ბოლოს და ბოლოს ენერგია ვერ იგრძნო და ეს გიხაროთ ეს. და იქამდე მიგიყვანეს, რომ როცა არ გრძნობთ ემოციას, ეს გიხაროთ, რომ ძლიერი ადამიანობა გეკონა. ეს ასე არ არის. ძლიერი ადამიანობა არის, როცა შენ შეგიძლია რომ იგრძნო ის ტკივილი, მაგრამ ამ ტკივილიდან მალევე, თუნდაც ერთ დღეში გამოხვიდე. და მაშინ ხარ ყველაზე ძლიერი, როცა ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. შენ თუ ახლა ვიდეოს უყურებ, ეს ვიდეო იყოს სამყაროსგან მესიჯი. შენთვის, რომ ძალიან მალე შენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ტრანსფორმაციული ცვლები იწყება და ახალი დაბადება იქნება. და ამ ახალ დაბადებაში ახალ გაჩენილ შენ თავს იზეიმებ. ცხოვრების ახალ დაწყებულ ეტაპს. ეს ახალი ეტაპიც არ იქნება მარტივი, რადგან საინტერესო შეგრძნებებით ახსავსე საკუთარ თავთან დისბალანსში მყოფი ადამიანისგან რაღაც ახალი თოთო არსება გამოიჩეკება, სადაც სამყაროს ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება აღქმული. მე კი გილოცავ და უბრალოდ მადლიერებას გამოვხატავ იმისთვის, რომ მიყურებთ. და შეგახსენებ, რომ 50%-იანი ფასტაკლები მაქვს სრულ დიაგნოსტიკაზე, 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ მე ადამიანებს ვეხმარები პროფესიონალურად ენერგეტიკულ წმენდაში და ადამიანებს ვეხმარები, რომ გაეწმინდოთ ის ნეგატიური ენერგიები, რომელიც სამწუხაროდ სხვა ადამიანებმა განახორციელეს მათ მიმართ, უბრალოდ დაუბრინძურდათ ენერგიები. და აი ამ ენერგეტიკულ წმენდაზეც 50%-იანი ფასტაკლება მაქვს. ენერგია სრულად იწმინდება და თქვენ სრულად ნულიდან ახალი ფურცლიდან დაიწყებთ ცხოვრებას. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ტყუილად იღლით თავს იმის კითხვით, თუ ვაკეთებ თუ არა ნეგატივებს, არა. მე არ ვეკარები ნეგატივს, არ გამიკეთებია, არ ვაკეთებ და არ გავაკეთებ. იმიტომ რომ ეს არის ცოდვა ჩემთვის და ეს ჩემთვის მიუღებელია. მადლობა რომ მიყურეთ, ბოლომდე და უსმინეთ ვიდეოს. ნახვამდის.